რაც შეეხება იმ კონკრეტულ მეთოდს, რომელსაც კრამაგა. კრამაგა არის ბავშვებისთვის, კრამაგა არის მანდილოსნებისთვის, ჯარისთვის, პოლიციისთვის და ესე შემდეგ ნებისმიერ მანდილოსთან შეუძლია 10-15 გაკვეთილში აითვისოს ის ელემენტარული, რაც აუცილებელია. აი, ერთი ელემენტარული რამ გვასწავლოთ ბატონო გაბა. მაგალითად კრამაგა მანდილოსნებისთვის. აი თუ შეიძლება ნიკო, მოდი დაგიწყოთ ასპარეზს. ალბათ თქვათ ეს ხელის დაჭერა ხო ვინმე მოვიდეს და ხელი მოგტაცოს ასე რომ გამოდიოს ეს ჩავარტყა ეს შეიძლება ჩარტყმა შეიძლება ყველაფერს გაკეთება ოღონდ ისეთი ილეთებია რომ ძალა არაა საჭირო ეს მართალია რომ ესე იგი ისეთი წერტილებია თავში და იმაში რომ უნდა მოვიხმაროთ ამ დროს ხელის დაჭერის დროს მარტო 10 მხარეს რო გაიწიოთ ამ ხელით ასე რომ თქვენს ხელს გაანთავისუფლოთ გაიწიეთ ის უძალოთ ახლა რაც უნდა ძალა უნდა დავატანო ხო ეს ძალაზე არა დამოკიდებული გაიწიეთ ეს ახლა ორივე ხელი რო დავიჭიროთ ხო იგივეა არა იგივე ეს ხელების აწევა მარტო რა ასე ხელების ეს რო არ გეთქიმოთ აქ ასე ხელები აიწიეთ თავის всё ზუსტად ასე აწიეთ ახლა ასე რომ დავიჭირო ჩამოწ ზუსტად ასე ესე იგი ესეთი მოქცევები და ესეთი ილეთებია რომ ხო ეს უბრალოდ ძალა არა საჭირო ან ხელში რომ დავიჭიროთ რა ასე ხელში რომ მოგკიდოთ ხელი და დავიჭიროთ რომ რა უნდა ესე არა მე განახებთ აგერ უბრალოდ რაღაც კარგი ილეთია ასე ხელში მარტო რომ შემოტრეა ხო განთავისუფლებული ხარ რა მარტივი ყოფილა მარტივი თუმცა ალბათ ძალიან ბევრი ილეთით არის ეს ანუ სასწრაფეც ანუ ამაზე მუშაობაა საჭირო მიყრა როგორი კრამაგის ფილოსოფია ყველაზე ნაკლები ტექნიკა და ყველაზე მაგარი ეფექტი უნდა იყოს იმიტომ რომ ეს არ არის ეს ფილოსოფიური ვარჯიში ეს არის ქუჩაში თავდაცვის ახლა თავდაცვას გააჩნია ესეთი თავდაცვა არის რომ ესე იგი ადამიანი მოვიდეს და ესე იგი გინოს ან რაღაცნაირად ანის მოქცევით ნეურულად მოიქცეს და შენ სტრესში ჩაგაგდოს. სტრესში ადამიანი რომ არის, ხო, ეს იმას შეიძლება აგრესიაზე მიდის და ამიტომ ამ ფილოსოფიის მომზადება ისეთია, რომ ადამიანს ასწავლიან, ესე იგი, ყველას ვასწავლეთ, რომ ესე იგი როგორ მოიქცეს, როგორ შეხედოს ადამიანს. თუ კი ვინმე CV არაღი დაგვეყრა, თანით მაგალითად. CV-ი არაღი თუ დაგვეყრა, ამას ილეთები აქ იგივე ის. კი ბატონო, მე მაშინ დავჭდები და ეხიდან ახლა თუ ასეთი მანძილია ხო ახლოს მანძილი ესე იგი რეფლექსიურად ესე იგი ტანის განძრას უნდა ეს ვერიდოთ არა უფრო იმათ უნდა ვიგრძნოთ რეფლექსიურად უნდა იმავშნათ რომ ხელი მოგაგვარდოს თავი რა შეიძლება შეიძლება ან დაბლოკოს რაღაცა ჩიკა რო გაგვიგვარდება ხელიდან ჩვენ დაჭერა გვინდა უცბად გვინდა ეს რეფლექსები ამაზე არ ვფიქრობ ჩვენ ამიტომ ამ ხელი ხელი რო გაინძრეს ან ერთი ან მეორე ჩვენ რეფლექსურად ესე იგი ვიგებია პირველ მოგებას რო დაარტყას დანა დაბლინა ხო ეს რეფლექსიული მოგება მოგერია ეს რეფლექსული მე აქედან თუ უკვე შევატყობ რაღაცა ან ბოთლი გადახელი ან დანა ან რა აქედან მე დარტმაში იწება და თუ გააგზა დარტმა ესე იგი ადამიანი რა შვება ჩვენი სტატისტიკა რომ გადავხედეთ ამაზე ეს დარტმა არ არის და ეს არის 3-4-5 დარტმა იმიტომ სტრესში ადამიანი და ფსიქოლოგიური ეს არის აფექტი არა ზოგადად სმენაც არ აქვს და ყურებაში არც ისე კარგი ის არ აქვს ამიტომ რომ დაარტყას თეჯერ რომ ეს პირველი მოგერია რომ გააგზინოს და მე ილეთში შევდივარ და მე ილეთი და აქ დანასწრებს ავიღებ ესე იგი არის პოლიციური მოქცევა იმიტომ რომ პოლიციის მოქცევა რას ნიშნავს პოლიციის მოქცევა არის ეს დანა რომ დაიჭერეთ ხო განიარაღებს ეს მე რომ დაბლა ჩაუშვებს და მე და ჯესი განიარაღებს და ყველაფერი დასაგები მოკლედ საოცრება. ეს იარაღის შემთხვევაში ვთქვათ. ან იარაღის შემთხვევაში.